ხანდახან ისეთ რა ხდება პრაქტიკაში, სავსეა თუ ფუტკარი თაფლი და ფუტკარი შიმშილით არის დახორციელი. კითხულობ მე რატო დაიხოცა, იმიტომ დაიხოცა, რომ კარგი გუნდი ვერ შეიკრა, წვრილ-წვრილად იყო საკვები აქეთ კი გაფანტული და როდესაც ამას აკეთებ, ამას აიღებს და სულ ჩაასხავს და გავსებს იმაში და ისე აი შემოდგომის ფუტკარის როგორი ინსტინქტი აქვს, იცით? არასოდეს აი თავის დასაჯდომ ადგილში სადაც გათვლილი აქვს რომ გუნდი უნდა დაჟდეს ერთ წვეთ თაფლს არ დაუმატებს იმას დატოვებს ხელუხლებლად ტიხას გარეთ დარჩენი თაფლიანი ჩარჩოებს თუ ბუდე მოწყობილი აქვს უკვე საკვები უზრუნველყოფილია გამიგეთ და ისა ქვია ჩარჩოს იქით იქნება გინდა გამოიყენე თუ კარგი თაფლიანი ჩარჩოები გამოწურე გინდა შეინახე ოთახის პირობებში თუ პატარ-პატარა ზოლები ასაღის ხო ვერ გამოწურავ მაგას ისევ დატოვე შიგნით რა და როდესაც თბილი ზამთარი იქნება შიგადაში კაი ამინდი რო იქნება გამოძვრებიან აიღებენ შეიტანენ რა ხდება ამითი ეკონომია ხდება თავის ბუდეში არსებული საკვების ხარჯისა უკვე საშუალება იყო საშუალება სამუშაო მივეცი რა ამან იმუშავა ამის შეტანაზე გამიგეთ და ბუდეში არსებულ საკვებს კი არ ახლო ხელი იქიდან დაეშურა თან შემოიტანა თან შემოტანის დროს რა თქმა ენერგეტიკის წყაროა ხო თან დასჭირდა საკვების აღება ბარემ ამასაც შეჭამს კიდე ნახვას მოინელებს ნახვას ჩადებს და რომ მიხვალდა რამდენიმე დღის შემდეგ რომ აი ეგ ამბავი რომ გააკეთე გადაწევ საფარდებს დაინახავ რომ ფუტკარი ახარაზის საკეთ რატო იმან უკვე თავისი ადგილი იჩემა თავის სუნია თავის დედიკოს ჩაეხუტა იქით სადაც არის გაიგე და ამიტომ აქეთ ხარეს ჩარჩოებზე ან თაფლი იქნება დარჩენილი ან და საერთოდ არ იქნება თუ საერთოდ არ იქნება თაფლი იტყვი დედა რა კარგად რა კაი რაღაც გავაკეთე კლებიას თურმე შიგა და აგერ ეს გადაიტანეს და თუ აქვს საკვები მაგრამ ხელსაც არ დაადებენ ეგრე იქნება გავიგეთ ესა ეხლა ჩვენ ხო აი ეს ხო და ამასობაში აყვავდება და ფუტკარი აიღებს დიდი რაოდენობით ნექტარს და შემოიტანს და თქვენს რისთვისაც ყავთ ეს ფუტკარი განვითარებაც უკვე მიიღეთ გამიგეთ მეორე საკუთრებას დაადგმეინეთ ზეიდან ხანდახან ორი საკუთრება იდგება და განვითარდება ეხლა რაღაცა მინდა რომ გითხრათ რა აი მე თქვენ გითხარით რომ ქართული ფუტკრის ნაკლოვანი მხარზე არავინ არ აწევს მეთქი სულ ვაქებთ და ვადიდებთ რომ ქართული ფუტკარი თვინიერია შრომის მოყვარია წვიმაში სამუშაობს ძალიან მართლა ეგეთი ფუტკარია მაგრამ ჩვენ უნდა პირველ რიგში ახლა რაც ჩვენ ნაკლოვანი მხარე აქვს იმაზე ვილაპარაკოთ ფუტკარს არ უყვარს ქართულ ფუტკარს გამრავლება ოღონდ ბევრი თაფლი შეიტანოს სკაში და სულ არ ენაღულება იმას ბატრი დატოვა თუ არ დატოვა შიგა და სულ ბუდეში არსებს ხოლმე თაფლს გაიგეთ და ეს არის დამღუპველი ფუტკრის მომავლისათვის იმიტომ რომ შენ რომ ნახავ და მეც მინახია ეგეთი ჩარჩოები 10-11 ჩარჩო სულ თაფლით არის გავსებული თეთა რა კაია და არ მიფიქრია იმაზე რომ მაგალითად ახლა თქვენ დონისა რომ ვიყავი ხო სწორია არ მიფიქრია იმაზე ეს ხო დაღუპავს ოჯახს კვესხი აღარ იდება არაფერი მე ჩემ დავადებათა წიგნში ნაწილში მაგას ჩამკვდარი ბარტყი უწოდე მე გაიგეთ ამ ავანტყოფობას გაჩნდება ავანტყოფობა რატო იცი დედა რო კვესხიზდებას დაიწყებს მერე ამ თაფლს რო გამოწურავ სადღაცა პატარ-პატარ სტიმულატორები თუ არის გაჩენილი რაღაცები და ის იმას მომსახურე ფუტკარი აღარ აყავს გაიგეთ ბარტყი არის მომსახურე ფუტკარი აღარ და ჩაკვდება ვერ მიაღწევს თავის განვითარებას ამიტომ ეს ხშირად არის დაბადების გამო მარტო დაბადებაზე არ არის ახლა მე ვლაპარაკობ იმაზე რომ ჩვენი ფუტკრის ნაკლოვანი მხარე როგორ უნდა გამოვასწოროთ რომ ჩვენ ასეთი უხერხულობის წინაშე არ ვიყოთ რა უნდა გავაკეთოთ რომ ნახავთ რომ უკვე საკუთარ დროზე უნდა დაადგეთ რაზე ლაპარაკი რომ აიტანოს და პროდუქცია ჩაასხა ხანდახან მეორე კორპუსი მე მგონია ორ კორპუსიანი სკებიც ამოგზა საკუთნავს ეხლა ორ კორპუსიანი სკები ვისაც აგაქვს ან და ორი საკუთნაოში ედება ერთი ბუდის ჩარჩო ხო სწორია ავდგები და იქიდან ამოვიღებ 2-3 ბარტყიან ჩარჩოს თავის მსდომი ფუტკრიან ავიტან ზევით გაიგე დავდგავ და აქ თუ მშენებლობა სამშენებლო ჩარჩოებს ჩაუდგავ და რო აშენდება მაშინ დედა კვესს ჩადებს იქ იმიტომ რომ გაჩნდა უკვე თავისი მოქმედების სფერო გაიგე ან და თუ მექნება ძველი ჩარჩოები რომლებიც ჩასაკვეთად გამოდგება ამას რო ავიღებ იმის ადგილზე ჩავდგავ მე უკვე საშუალება მივეცი რომ დედას არ შეწყვიტა გამიგეთ ესა ეხლა ნაყრიანობის წინააღმდეგ ესეთი ბრძოლის მეთოდია და ეხლა შემიძლია აქ მოვიშველო მე ნაყრიანობასაც მოგიყვებით არა აი თან ნაყრიანობას შევაჩერებ ამ მეთოდით გამიგე რომ ავიტანეს ზევით და აქ მივეცი ჩასაკვეთით ჩარჩოები და თანაც რა გავაკეთე იცით ამის თანადროს რომ უკვე
ზევით აიტანა ამ ჩარჩოს შეგიძლია ზევით ჩაალაგო ხელოვნური ფიჭიანები. იქ არ გააფუჭებს, გაიგეთ. აქ უფრო ეცადეთ, რომ ერთი ცალი მისცეთ ხელოვნური ფიჭა, ან მაქსიმუმ 2 ცალი. რატო იცი, აქ უფრო ჭარბობს ახლა მოღალე ფუტკარი, ვიდრე შენებარი ფუტკარი, როცა ღალიანობა არის, გამიგეთ და ამიტომ არ გაგიჭირს და არ დაგიზიანებს ჩარჩოს და ხშირად აბრალებენ ფალსიფიცირებული იყო ესა ფიჭაო. კი არ იყო ფალსიფიცირებული, ნამდვილი იყო, მაგრამ სამშენებლო მასალა აღარ აქვს. რატო არ ქონდა? იმიტომ რომ ძიძაფუტკრების სიღარიბია სკაში, გამიგეთ და ვინ აშენებს, მოღალე ხო არ აშენებს, აშენებს ძიძაფუტკრები და როცა შენ გონია რომ ძლიერი ოჯახი ამდენი თაფლი მოიტანა, ამდენი თაფლი ვინ მოიტანა? ძიძამ კი არა. სულ მოიტანა ვინ? მოღალე ფუტკარმა და ძიძა აღარ წადე, იმიტომ აღარ ადგენს კვერცხზე და გამიგეთ? ამიტომ თქვენ უნდა ებრძოლოთ აი ამის თანადროს, რომ ან სანაყრეთ არ წავიდეს ფუტკარი, ან და განვითარდეს ეს ყველა მეფუტკრი ამ შეცდომას უშვებს. ესე იგი ჩვენ რო გამოვასწოროთ ეს ნაკლოვანი მხარე, აი დედაფუტკრი, ჩვენი ფუტკრისათვის გამრავლება არ უყვარს. ისე რომ იცოდეთ, რუსეთის ფუტკარი თაფლს სადასხავს და იტალიური ფუტკარი მეორე სართულზე. მეორე სართულზე, პირველ სართულზე ხელს არ ახლებენ, იმიტომ რომ პირველი სართული გამოყენებული ყავთ თაობის გამოსაზრდელად. ეს რამხელა ნაკლია ჩვენი ფუტკრისას. იმიტომ ვიზა ჩვენ მამაკაცებს აგვანან ჩვენი ფუტკრები მით. ერთი ბუნების შვილები ვართ ყველანი. ჩვენც 2 შვილი ყავდეს. დიდი ამბავი 3 შვილი და ოჯახში შევიტანოთ საკვებ, თუნდაც ნახევარ გადავყაროთ. მაგრამ უნდა გავავსოთ რა. ეგეთები არიან რა ჩვენი ფუტკრები. მეორე ნაკლოვანი მხარე ხო იცით რომ ქურდობა უყვარს ჩვენ ფუტკარს ყველაზე ძალიან და თუ რაღაცა არ ექნება საშუალება და ჯიბეში ფული არ აქვს სულ იჩხუბებიან ეს ფუტკარი კიდე წავა და დანესავს და იჩხუბებს და დაესმის სხვა ოჯახს. ეგეც ნაკლოვანი მხარეა, მაგრამ ამ ნაკლოვანი მხარის გამოსწორებას შეიძლება რა თქმა უნდა, თუ კი ჩვენ სამუშაოს მივცემთ თავის დროზე. თქვენ მუშაობის პროცესში ყველა ამ ნიუანსებს შეხვდებით და თქვენ პატარა დაშვებულ შეცდომას იმ ჩვენ მიხვდებით რომ ესე არ უნდა გამეკეთებინაო. მე მეფუტკრება ამ თქვენნაირი ხალხისაგან ვისწავლე, მაგრამ თქვენნაირი კიდე აუდიტორიაში ზიხარ და მე 10-იც არ ამყავდა ვიღაცა, რომელსაც მოუყვებოდი რა. ვიცი ხომ ლექციაზე რაღაცების მოტანა მასალისა, მაგრამ ისინი მართლა ბაბუს დონის მეფუტკრები იყვნენ, მაგრამ იმისგანაც კი ბევრი რამე ვისწავლე. ამიტომ ნუ შეგწხვებათ და ნუ მოირიდებით კითხების დასმას. ყოველთვის ეცადეთ რაც შეგიძლიათ ყველანაირი შეკითხვა დასვით. აი ეს წიგნი რომ არის გზამკვლევი რომ არის, აი ვინც გადახედეთ ამ წიგნს არა, ამაში მაქვს რა თქმა უნდა კითხვა-პასუხის რეჟიმით არის. აქ ძალიან საინტერესო შეკითხვებია, რომელიც ყველა მეფუტკრის თავში მოსდის, მაგრამ პასუხს ვერსად ვერ ანახულობენ. ზოგიერთს ნახულობენ, მაგრამ უმრავლესობას ვერ ანახულობენ და იცით როგორ თავთავის ადგილზეა მიჩენილი ყველა შეკითხვა და ძალიან დაგეხმარებათ თქვენ ამ შეცდომების თავიდან აცილებაში. რო იცოდეთ რა. ხო, აი ეხლა ეს რა ქვია, ეხლა ადრე გაზაფხულდა და ფუტკას საკვები არ აქვს, რა გავაკეთოთ, აი ადრე გაზაფხულია, ჩვენ ჯერ ერთი რომ უნდა ვიცოდეთ რომ აი საკვები მარაგით უნდა მოვიყვანოთ ფუტკარი გაზაფხულზე, მაგრამ შეგვეშალა, ეხლა ამ შეცდომას ხوار გადავაყოლებ, კაცო ფუტკას ხო შველაც უნდა არა, მაშინ რა უნდა გავაკეთოთ ადრე გაზაფხულზე, უკვე აქ აღარ არის 15 მარტი, მნიშვნელობა აღარ აქვს. მაშინ დასაძლევენ ხოლმე იცი კანდს. მე ვარ აი პირადად წინააღმდეგი რომ დავეჩვიოთ კანდის, იმიტომ თქვენ ზარმაცდებით და გამოსავალი გიპოვიათ და გონია რომ ეგაშველის საქმეს ეგრე არ არის რა. ვაძლევთ კანდს. კანდი რა არის? კანდი ეს არის ცომისებური საკვები. ჯერ კიდევ 1877 წელი იყო რუტმა არის ესეთი გამოიგონა კანდი. რასთვის იყო ეს კანდი საჭირო? დედები რო გამოყავდათ, დედებს ატანდნენ კანს ჩაატნენ, იმიტომ კანდი როგორც ვინა გადაატრიალებო გალიები და რაღაცები, ასად არ გადაიქცევა. ცომისებურად არის, ხოლო ფუტკარი მივა და ტლაკავს და მშიერი არ მოკვდება. ეს ამ კანდიანი მითი აგზავნიდნენ ამერიკაში და ყველა საზღვარგარეთის ქვეყნებში 12 წლის განმავლობაში კარგად გზნობდა ფუტკარი თავს. კანდა არის ცომისებური საკვები, რომელიც მზადდება აუცილებლად თაფლზე. 4 წილი შაქრის პუდრა უნდა ავიღოთ 1 წილ გამდნარ მდგომარეობაში მიყვანილ თაფლზე. გამდნარი მდგომარეობა ხილად იყავით, კარამელიზაცია არ მოხდეს. იმიტომ რომ თუ თქვენ შაშაქრებული თაფლი გაქვთ თაფაზე რომ დასა ნელ-ნელა ურიეთ ვიდრე მიიყვანთ ხილად მდგომარეობამდე და ეგრევე გადმოდგით, თორე თუ მაგალითად კარამელიზაცია მოხდა, ეს ფუტკარი ასკანს აითვისებს იმას და
ჯიერიც მოგდება. გამიგეთ, ეს ადგილის საქმეა, არაფერი პრობლემა არ არის. მე ნუ ჩემს შეხედულებას ვამბობ, ხო? ჩემი შეხედულებით კანდში პრეპარატის არევა არ არის საჭირო, იმიტომ რომ კანდი ეს სეროფი რო იყოს სეროფი, აი აღებული ხორთუმით უნდა იყოს, მაშინ აი მის რა ქვია და შეიცოვოს, ხო? და კანს ხო უნდა ატალაკოს და ეხა პროტეზიან კაცს სუხარი ჩამიდო პირში მითხარ გინდა თუ არა ამით უნდა იარსებო ხო არ მოუკვდები არა ხალხი მერქანს აჭავს წეში შიმშილისაგან რო არ მოუკვდეს და რაღაცა და ამისთანა დროს ჩვენ ვეცადოთ რომ არ გამოვიყენოთ მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კანდი არ არის საჭირო კანდი არის ზუსტად საჭირო აი ამ უხერხულობიდან თავის დასაცნელად როგორ გავიგოთ კანდი სჭირდება თუ არა თქვენ ხო თქვენი ჭკუით გააკეთეთ და შეავიწროვეთ თუ შეავიწროვებთ როგორც მე გითხარით არაფერი არ დაგჭირდებათ. ფუტკარი გამოიზამთ ეს მარტამდე, აპრილამდე ისე მოვა, რომ თაფლიც ექნება და ყველაფერი ექნება, მაგრამ გამაღიზიანებელი კვება მაინც ჭირდება, რომ მეტი კვერცხი დაგიდოს, რომ ღარიანობას უფრო ძლიერი ოჯახი შეახვედრო. გამიგეთ, მაგრამ თქვენ ახლა მაგალითად თუ მაგალითად თქვენ ეს რა ქვია, კანდის საჭიროება არ იქნება არც უნდა მისცეთ, არ გეგონოთ რომ კანდი გააღიზიანებს და კვერცხისდებას მოუმატებს. რანაირად უნდა მოუმატოს კვერცხისდება? კვერცხისდება მოუმატებს თუ მაგალითად კაპილარული სისტემით ჩაიტარს იქ დაუშვათ იქ ჩიჩახვი გამოყოფს სეკრეტს, მე ჩიჩახვი ჯირკვალი გამოყოფს სეკრეტს, ჩაუშვებს ჩიჩახვს და ჩიჩახვში მეხდება ფერმენტაცია და მე ეს განვითარდება ზედაყბის ჯირკვალი ისე რომ ზეს გამოყოფს და მე ზე უნდა მისცეს და მე უნდა დაიწყოს კვერცხის დების მომატება ხო დედა აქ ხო ეგ პროცესი არ მოხდება აქ გინდა შენ რომ შიმშილისაგან არ დაიხოცოს ენა ჩიჩახვი რა იყო კაცო ხორთუმზე მე თქვენ გითხართ ხორთუმი აი გასაშლელი დანა ისეთი აქვს ხოლმე როდესაც მყარი ქსოვილზე მოხდება რომ უნდა რომ ატალაკოს არ გაშლის და ენაკი აქვს პატარა და იმ ენაკი ესე იმას იღებს რა და ხო შერკაც ხო გამოაცოცხლებს ახლა რა თუნდა ლაპარაკი ეგ არის გადარჩენისათვის და თქვენ არ უნდა მოუაროთ ისე რომ თქვენ ეს დაგჭირდეს ზოგიერთი კანდის დამამზადებელი ამბობს რომ კანდი იწევს კვერცხისდების მომატებას მე არ ამჯერავს უბრალოდ ფიქრის ბიოლოგიიდან გამომდინარე რატომ უნდა ვიწვალო კანდის გაკეთებაზე როცა რომ მე უფრო უნდა გირჩიოთ რომ არ დაგჭირდეს მეთქი მაგრამ იმასაც ვამბობ რომ თუ ვინიცობა საკვები არ ექნება რა თქმა უნდა კანდით უნდა გააკეთოთ ეხლა როგორ გავიგოთ კანდი საჭიროა თუ არა გაზაფხულში შემეშალა ეხლა ახლები ვიყავ და ხო შეიძლება შეგეშალოთ არა მიხვალთ იანვარშიც რომ მიხვიდეთ და გადაწიოთ საფარი ტილო თუ არიან ზეით ამოსულები ფუტკრები საფარტილოს ქვეშ აი ჩარჩოზე ზიან ესე იგი მათ შეუჭამიათ იმ ჩარჩოზე არსებული დაბლი ფუტკრები ჩასხმას როგორ იწყებენ ფიჭაში ზეიდან ქვედა მიმართულებით ქვევით არის მოთავსებული გუნდი ნელ-ნელა ხსნის თითო უჯრედს ხსნის და ამოდის ზევით რო ამოვიდეს მარტი უნდა იყოს უკვე ზევით გაიგე მაგრამ თქვენი ანალიზში მიყიდე უკვე ზეით იყო ამოსული ეს იმას ნიშნავს რომ ამ ჩარჩოზე რაც თაფლი იყო სულ შეჭამა ფუტკარმა გაიგე ნელ-ნელა მოდის და ამოდის იცით მაგ პერიოდის ფუტკარს რა ახასიათებს იქითკენ ვერ გადავა 2 სანტიმეტრზე რო იყოს ნატურალური თაფლი გადაბიჯდი ვერ გადავა იმიტომ ჩოჩავს მაგ პერიოდის ფუტკარმა ჩოჩვა იცის და არა გადაჯდომა და გადმოჯდომა აი სადაც არის ჯდა იქ თაფლი რო შეჭამა აი თავჩაკეტებული ფუტკრები იქნებიან დახორციელები შიმშილის საკვების ძიებაში მაგრამ იქითკენ რომ გახვალ იქითკენ ფუტკარმა უკვე მოასრო აღება გამიგეთ მაგრამ თუ თბილი ამინდი დადგებოდა მაგ პერიოდში ეს ფუტკარი გადანაწილდებოდა იქაც წავიდოდა აქაც წავიდოდა და მშირი არ დაიხოცებოდა მაგრამ თქვენ რომ გადაწიეთ საფარი და ნახეთ ზემოდან ფუტკრები ამოსული ეს იმას ნიშნავს რომ ის მე ხო რამდენჯერა მაგ ნათქვამი გადაბეჭდილ თაფლზე ფუტკარი არასოდეს არ ჯდება აი გადაბეჭდილი რო არის ეს თლიანად ეს ჩარჩო და უკვე რატო დაჯდება ამაზე თუ იქნებოდა შეჭამდა ხო რაზე გადაახტებოდა და რაზე ამოვიდოდა გაიგეთ ამიტომ ფუტკრები რო ამოვლენ ზევით ამოდის ორ შემთხვევაში აი ეს დაიმახსოვრეთ ეხლა რასაც მე ვიკეთვით რა იანვრის დროს ამოდის აი იანვარია თუ ცივი ამინდებში ხანდახან ხო წინ უსწრებს ხოლმე თბილი ამინდი ხო არის არა ეს თბილი და ფუტკრები
სითბოს ამოყვებიან თუ კაი დათმუნებულები არ არიან. ამოდიან და ზევით იყრიან თავს, კაი და სითბოსთვის ამოვიდნენ. საკვები კი იყო თქვენით, მაგრამ ჯერ იმას გასაჭირი ქონდა რომ თბილათა ყოფილიყო. მაგრამ რო აცივდა ვეღარ ჩავიდა ქვევით, გაიგეთ? ვეღარ, იმიტომ დილის საათებში ტემპერატურა მაღლდება და საღამოს საათებში უკვე ცივდება, ხო სწორია? და ვეღარ მოახერხა იმან. ერთი ამ შემთხვევაში და როგორ უნდა გავიგოთ ახლა სიცივისთვის ამოვიდა თუ შიმშილისთვის ამოვიდა, ავდგეთ და არაფრის არ შეგეშინეთ. გუნდში მყოფი ფუტკაზე რა უნდა გამოსცი და 100 ეს შუა ჩარჩო, სადაც არ არიან ამოსციე. თუ ნახეთ რომ აი აქ საერთოდ თაფლი არ არის, შეერი ეგრევე ჩააბრუნეთ და უშველეთ მე როგორც გეტყვით ისე. გამიგეთ, მაგრამ ხანდახან ამოიღებ და ნახავ რომ აი ამდენზე აი ორთითზე სულ თაფლია გადაბეჭდილი. შიმშილის გამო არ ამოსულა, ეგ ამოვიდა სითბოს გამო და ვეღარ ჩამოვიდა ქვევით. გამიგეთ, ამიტომ თქვენ უნდა ადგეთ და დაუხაზოთ ზედა ნაწილში, რომ ფუტკართან, საკვებთან მოვიდეს და თუ ამოსულია ფუტკარი ისე რომ საკვები აღარა აქვს ზეიდან და ამის გამო გაჩნდა და ვერც მარჯვნივ გადავიდა და ვერც მარცხნივ გადავიდა, ასეთ შემთხვევაში გააკეთებ კანს და მოიტანე იმაგან დაატყლაპებ ზეიდან. გაიგე? ამ შემთხვევაში კანდი არის ხსნის ერთ-ერთი საშუალება. აი რატო არ უნდა ჯერეთი რომ შიგო კანში რომ შერეული არის საკვები ისა პრეპარატები, ყველა პრეპარატს აქვს თავისი მოქმედების ვადა. 3 დღე, 5 დღე, მაქსიმუმ 7 დღე. როდის შენ სახში მოზილე, როდის მაღაზიაში წაიღე, როდის დახლზე შედეს და როდის შენ მიხვედი და იყიდე და წაიღე, იმ ჩაილური წყალი დალია იმ პრეპარატმა. კანდი კი დაგშება რაზე ლაპარაკი. მაგრამ ეს ხო აძვირებს პროდუქციას პრეპარატიანი. მაგას ეხლა არ ჭირდება. შეინახე ის პრეპარატი, აი გამაღიზიანებულ პრეპარატს გითხარით, მაშინ შეულიეთ. მაშინ გამოჩნდება ის, იმიტომ რომ ბარტყს ხო პირდაპირში საკვები უნდა გადასცეს ზიზაფუტკა, მაშინ სად არის ბარტყი? გამიგეთ ეს წამალი ისე მიდის, იკარგება ტყილა და შენ როდესაც სეროფთან ერთად შეურევ ადრე გაზაფხულზე მასტიმულირებელი კვების დროს წამალს, მაშინ ის წამალი პირში უკლავს ბაქტერიებს და პირის აპარატის სუფთა რო ექნება ძიძაფუტკა და კვებას რო დაუწყებს ბარტს პირდაპირში საკვების გადატანით, მიკრობების გადატანა აღარ მოხდება და ჯანსაღი თაობა დაიბადება. გაიგეთ? ხო და ამიტომ ვინც მასეთ რამეს აკეთებს რომ არის რომ დაუჯეროთ რომ შეურია, თუ არ შეურია და ტყილა ამბობს, ეგეც ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცებიც. ხო და ის წამალი მე გეუბნებით რომ თქვენამდე რომ როდის წახვალ მიყიდი, როდის გამოიყენებ, უკვე მარტო დაგჭება ხო? ამიტომ მოდით ესე გავაკეთოთ. კანდი აუცილებელია გაჭირების შემთხვევაში მდგომარეობიდან თავის დასაღწევად, მაგრამ თქვენ თუ კარგად გააკეთებთ და აი ბუდებს ისე შეავიწროებთ როგორც მე გითხარით, არა? მაშინ თქვენ ეს აღარ დაგჭირდებათ.